დავბრუნდით ძვირფასო მსმენელებო და ვაგრძელებთ ბიზნესის რეგისტრაციის თემაზე საუბარს. Რა თქმა უნდა, სრულად განვიხილეთ პროცედურები, როგორ ხდება ბიზნესის რეგისტრაცია ჩვენ სტუმართან მარიამ ხიზანიშვილთან ერთად და ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ რა ტიპის დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეს ორგანიზაციაში. ხშირად ბიზნეს წარმომადგენლები რაციოს გვერდზეც გწერთ ხოლმე შეკითხვებს რა დოკუმენტი რას ნიშნავს ან როგორ შეიძლება გამოვწეროთ და ასე შემდეგ. ეხლა განვიხილოთ და ვისაუბროთ თითოეული ეს დოკუმენტი და შემდეგ შეგვიძლია ჩვენი გადაცემის ჩანაწერის კომენტარებშიც აგიტვირთოთ უშუალოდ შაბლონები და ამით იხელმძღვანელოთ ხოლმე თქვენს კომპანიაშიც. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნეს წარმომადგენლებს, ასევე დამწყებ ბუღალტრებსაც გამოგადგებათ იმედი მაქვს. მარიამ, მოდით ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებულ პირველ დოკუმენტზე, რომელიც ხშირად გვხვდება ხოლმე, ეს არის ინვოისი, რა ტიპის დოკუმენტია, როგორ გამოვწეროთ და რა ინფორმაცია უნდა შევიტანოთ ამ დოკუმენტში. ინვოისი, რომ თქვათ მარტივად, არის შედარებით მარტივი დოკუმენტი, აღრიცხვის კუთხითაც და ძირითადი დანიშნულება ინვოისის არის ის, რომ კომპანიამ გადმოგვირიცხოს თანხა. რა ინფორმაცია საჭირო ინვოისში? პირველ რიგში თარიღი აუცილებლად, რომელ თარიღში ვაგზავნით, ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, რა მომსახურება გაუწიეთ, ან თქვა რა საქონელი მივყიდეთ, ამის შესახებ ინფორმაცია, თანხა, ღირებულება, სასურველია ხოლმე სიტყვიერადაც ჩაიწეროს ღირებულება და ასევე რეკვიზიტები საბანკო ანგარიშის, რომ მოახერხდეს თანხის დროულად გადმორიცხვა. ხელმოწერა ბოლოს და ორგანიზაციის ბეჭედის, რა თქმა უნდა, თუ აქვს ბეჭედი, სავალდებულო არ არის ეს, რა თქმა უნდა. სავალდებულოა თუ არა, ესეც რომ უთხრათ ჩვენ მსმენელს და აი დღგ-ის ნაწილში ალბათ კარგი იქნება რომ თანხა ცალკე გამოყვონ დღგ-ის თანხა და ცალკე ჩაწერონ და შემდეგ ჯამი ცალკე ჩაწერონ ხოლმე თუ აქვს კომპანიას თუ არის კომპანია დღგ-ის გადამხდელი. დიახ, სასურველია თუ კი გადამხდელია თუ გამიჯნავს დღგ-ის ცალკე და შემდგომ ჯამურად თანხასაც დააფიქსირებს დღგ-ის ჩათვლითაც. ინვოისი ამისთვის რა თქმა უნდა აღჭირდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესვლა, ჩვეულებრივ შეგვიძლია გავამზადოთ ეს დოკუმენტი და გადავუგზავნოთ ჩვენს მეორე მხარეს. მარტივი დოკუმენტია და ხშირად კითხულობენ ხოლმე მხოლოდ ინვოისი საკმარისი არის თუ არაო, ხშირი შემთხვევა მქონია ამის. ხარჯის დასადასტურებლად ან ბუღალტრულად გულისხმობთ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მარტო ინვოისი იყოს საკმარისი, თუნდაც მარტივი მცირე თანხიანი მომსახურების შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია დღგ-ის გადამხდელი არ არის და მისგან მივიღეთ გარკვეული მომსახურება, მას შეუძლია რომ გამოგეგზავნოს ინვოისი, იმიტომ რომ ფაქტურას ვერ გამოაგზავნის დღგ-ის გადამხდელი თუ არ არის ორგანიზაცია ის ვერ წერს ფაქტურას, ანგარიშ ფაქტურას. შემდგომ ვისაუბროთ ამ ანგარიშ ფაქტურაზე, რას ნიშნავს ჯერ მაინც ინვოისზე მივაწოდოთ ინფორმაცია და ესეც საინტერესო იქნება მე მგონი მსმენელისთვის. და თან აღნიშნავ იმას, რომ ინვოისი დიდ თანხებთან დაკავშირებით, როდესაც მსხვილ შესყიდვას ან მსხვილ მომსახურებას ეხება საქმე, უმჯობესია თუ კი გვექნება ხელშეკრულება და მიღება ჩაბარება. ასე დროს მარტო ინვოისი არის არაფრის მომცემი, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება გამოვიყენოთ ხელშეკრულებასთან და მიღება ჩაბარება ერთად იმისნით რომ თანხა ჩაგვირიცხონ. მარტივად რომ მივაწოდოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტი. სხვა შემთხვევაში ინვოისში არ ჩანს ის უფლებები, ვალდებულებები, რაც თქვათ აი ამ მომსახურებას ან საქონლის შესყიდვას უკავშირდება. ეს ჩანს მხოლოდ ხელშეკრულებაში. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მარტო ინვოისი საკმარისი არ არის იმისთვის რომ გარკვეული ოპერაცია შესრულდეს სწორად და ორივე მხარე იყოს დაცული. კი ბატონო. ხელშეკრულებაც ვახსენეთ, მარტო ინვოისი არ არის საჭირო და ეხლა ზუსტად მიღება ჩაბარების აქტზეც რომ გადავიდეთ, რა ტიპის დოკუმენტია, რას ნიშნავს, ვინ უნდა გამოწეროს, ანუ ვინ უნდა იყოს გამომწერი მხარე, ან მიღება ჩაბარების აქტის და ხელმომწერები ვინ უნდა იყვნენ ამ დოკუმენტზე. მიღება ჩაბარება, თქვათ პირველ რიგში ის, რომ ცალკე ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, ცალკე რომ შედგეს დამოუკიდებლად არა. პირველ რიგში დგება ხელშეკრულება, სადაც ჩანს შესაძლებელი სამუშაო, უფლებები, მოვალეობები და შემდგომ, როდესაც შესრულდება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უკვე დგება მიღება ჩაბარება. მიღება ჩაბარება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარკვეული მომსახურება იქნა მიწოდებული ან საქონელი უკვე იქნა მიწოდებული და ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი რატომ არის? იმიტომ
იმიტომ რომ მიღება ჩაბარებაში ფიქსირდება დრო, როდის მოხდა მომსახურების მიწოდება. დრო მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზაცია არის DGG-ს გადამხდელი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ბიუჯეტში DGG-ს გადასახადის გადახდა. ამიტომ თარიღია პირველ რიგში მნიშვნელოვანი მიღება ჩაბარების დოკუმენტში, შემდგომ უკვე ფიქსირდება რა მომსახურება იქნა გაწეული, ან რა საქონელი იქნა რეალიზებული. გამომწერი მხარე, მიღება ჩაბარების გამომწერი მხარე არის გამყიდველი, ან მომსახურების გამწევი მხარე. ხელშეკრულებასაც როგორც წესი, გამყიდველი მხარე ადგენს ხოლმე თავისი პირობებით და შემდგომ ათანხმებს უკვე მყიდველთან. მიღება ჩაბარებაში ასევე მნიშვნელოვანია დადასტურდეს ორივე მხარის ხელმოწერა. ამ ხელმოწერით ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მომსახურება გაწეულია და მეორე მხარემ ჩაიბარა აღნიშნული მომსახურება და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ეს საკმაოდ ისეთი დოკუმენტია, როდესაც ვიტყოდი აუცილებელია მიღება ჩაბარება, რომ ბიზნესი იყოს მშვიდად შესრულებული სამუშაო იყოს დადასტურებული და დოკუმენტირებული. და ესეც დავამატოთ, რომ ეს დოკუმენტიც არ იწერება RSG-ის პორტალზე, შესაბამისად, ყველა მსურველს შეუძლია შეადგინოს თვითონ და ხელმოწერებიც გააკეთოს თვითონ. RSG-ის და ბუღალტრისგან დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელშეკრულებებსაც ხანდახან და ამ ტიპის დოკუმენტებსაც ბუღალტრები ადგენენ ხოლმე საქართველოში. მარიამ, გადავიდეთ უშუალოდ ჩეკზე, დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც ხშირად გისვამენ ამ შეკითხვას, რა ტიპის დოკუმენტია და როგორ შეიძლება ის ხარჯის დოკუმენტად გამოვიყენოთ. ჩეკი იგულისხმეთ ხომ? ჩეკი არის დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ გადავიხადეთ თანხა. არის მხოლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში, დიახ. აქ სხვა დამატებით ინფორმაცია არ ჩანს. მაგალითად, რა შევიძინეთ, ვისგან შევიძინეთ, ეს შენაძენი იყო თუ არა ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ მსმენელს რო დააკვირდეს ხოლმე დღეიდან ჩეკს, ნახავს რომ სხვა ტიპის ინფორმაცია იქ არ წერია და შეგვიძლია რომ შევაგროვოთ სხვა კომპანიის ჩეკებიც, ასე რომ ეს არ გაითვალისწინება როგორც პირველადი დოკუმენტი. დიახ, და ხშირია ხოლმე შემთხვევა, კითხულობენ მხოლოდ ჩეკი საკმარისი ხომ არის. რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ჩეკი საკმარისი, აუცილებელია ან ზედნადები, ან ინვოისი, ან ხელშეკრულება და შემდგომ უკვე ჩეკი ადასტურებს მხოლოდ გადახდის მომენტს და არა იმ მომენტს ჩვენ რა მომსახურება შევიძინეთ, ან რა საქონელი შევიძინეთ. კი ბატონო. რო გადავიდეთ უშუალოდ უკვე RSC-ის გვერდზე, რაც აქვს გამოსაწერი ბიზნესის წარმოადგენას. ამ შემთხვევაში თვითონ იქნება თუ დამწყები ბუღალტერი რომ ვურჩიოთ. რას ნიშნავს ზედნადები და რას ნიშნავს ანგარიშ ფაქტურა? ზედნადები გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ მოვახდინეთ საქონლის რეალიზაცია მაგალითად და საჭიროა ტრანსპორტირება. ზოგადად ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტია ზედნადები, ამისთვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უკვე შესვლა, ინვოისისა და ხელშეკრულების და მიღება ჩაბარების შემთხვევაში არ გვჭირდებოდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესვლა. ამ შემთხვევაში აუცილებელია. ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვანია, რომ თან ერთოდეს მანქანას, როდესაც გააქტიურდება ზედნადები და აღნიშნავ ასევე ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. ზედნადებში არ ფიქსირდება მომსახურება. თქვენ ახსენეთ ანგარიშ ფაქტურაც, რა დოკუმენტიაო და სწორედ აი ამ ანგარიშ ფაქტურაში ვაფიქსირებთ ჩვენ გაწეულ მომსახურებას. ხშირად არის ხოლმე ეს შეკითხვაც, რომ მომსახურება შეგვიძლია თუ არა ზედნადებში ჩაიწეროს და სასაქონლო ზედნადებში არ წერთ მომსახურებას, ესეც რომ აუხსნათ ჩვენ მსმენელს. დიახ, და ხშირია სამწუხაროდ ხდება ხოლმე და ეს არასწორია. სასაქონლო ზედნადები თვითონ სიტყვაც განმარტავს, რომ უნდა იყოს სასაქონლო და არა მომსახურების აღნიშნელი. ამისთვის ცალკე შეგვიძლია ფაქტურაში ჩავამატოთ გაწეული მომსახურება, მაგრამ თუ კი ორგანიზაცია DGG-ს გადამხდელი. ტრანსპორტირების ხარჯზე არის ხოლმე ხშირად შეკითხვები, როდესაც ორგანიზაციას მიაქვს, თქვათ, ესა თუ ის პროდუქტი მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯს წერენ ხოლმე ხშირად ზედნადებში. მდენად სწორია ესეც რომ უთხრათ? კი ბატონო, სწორია, თუ კი ტრანსპორტირების ხარჯი არსებობს და ცნობილია ეს ხარჯი რაოდენობის არის, ზედნადებს აქვს ამის საშუალება, რომ მიუთითოთ ამ ხარჯის ოდენობაც და დიახ, სწორია. კი ბატონო, ანგარიშ ფაქტურაზე რომ გადავიდეთ, მარიამ, რას ნიშნავს, რა ტიპის დოკუმენტია და ვის შეუძლია გამოწერა? ანგარიშ ფაქტურის გამოწერა შეუძლია DGG-ს გადამხდელ პირს, ეს იქნება იურიდიული პირი თუ ფიზიკური პირი, სულ ერთია, ორივე შეუძლია მთავარი DGG-ს გადამხდელი იყოს ორგანიზაცია.
ფიქსირდება მომსახურება, აღვნიშნეთ. მომსახურების გარდა, რა თქმა უნდა, გაგზავნილ ზედნადებს ასევე ვურთავთ ხოლმე ფაქტურას და ასეც ყოველთურად ასე ვაგზავნით. სხვაგვარად, მეორე მხარე DGG-ს ვერ ჩაითვლის და ამ მიზნით ფაქტურა ყოველთურად გასაგზავნია ხოლმე. თუ არ არის DGG-ს გადამხდელი, შესაბამისად ანგარიშ ფაქტურასაც ვერ გამოწერს და ამ შემთხვევაში სხვა ტიპის დოკუმენტი უნდა გააფორმონ ორგანიზაციებმა ერთმანეთს. ინვოისი, ან ხელშეკრულება და მიღება ჩაბარება, გააჩნია თანხის მოცულობას, რა სამუშაოზე ხდება ამ შეთანხმება, ამის მიხედვით ირჩევენ ხოლმე ან ხელშეკრულებას და მიღება ჩაბარებას, ან მარტივ ფორმას შედარებით ინვოისს. კი ბატონო, მადლობა მარია, მე მგონი ყველა თემაზე აუნწურავად ვისაუბრეთ, ბიზნესის დამწყების მსურველებისთვის საინტერესო რეკომენდაციები გავეცით, დამატებითი კონსულტაციების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაციო კონსალტინგ შეგიძლიათ მომართოთ, ან ჩვენ Facebook გვერდზე მოგწეროთ, ან ჩვენ დაგვიკავშირდეთ და ასევე ტრენინგების ნაწილშიც, როგორც ფინანსური ანგარიშგების მომზადების ტრენინგი შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ასევე საგადასახადო კუთხითაც, როგორ გადააგზავნოთ ეს დეკლარაციები თავადვე ან დამწყებმა ბუღალტრებმა. მადლობა მარიამ დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის. საინტერესო გვესაუბრეთ და საკმაოდ პრაქტიკულად და თქვენი მსმენელებისთვისაც, იმ სტუდენტებს, ვისაც შენასწავლი ძალიან გასაგებად და მარტივად უხსნი მათაც ამ საკითხებს. დღეს სულ ეს იყო ჩვენი თემა, ვისაუბრეთ ბიზნესის რეგისტრაციაზე, შევხვდებით მომავალ პარასკევს, ისევ 17 საათზე რადიო უცნობის ეთერში, გვისმინეთ FM 98 და 1-ზე.